კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგზელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. სასამართლო ტერორიზმთან კავშირში მყოფი ორი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს იმსჯელებს მათ ბრალი 322 მუხლით ოფიციალურად გუშინ წარედგინათ, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის დახმარებას გულისხმობს. გუშინვე საქმის მასალები ადვოკატს გადაიცა. უფლებადამცველის ინფორმაციით ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. მებრძოლების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში დააკვეს. გამოძიების ცნობით ISIS-ის რიგებში გაწევრიანებული ბრალდებულები საქართველოდან გამგზავრებას და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან შეერთებას გეგმავდნენ. ჭხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და სხვა მტკიცებულებები. დანაშაული 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს მათ შორის ერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანდნენ, მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით მზად იყვნენ ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოღებულია ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე გრძელდება, რაც სასჯელის სახით და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით, რაც გულისხმობს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და მის დახმარებას. ორივე ბრალდებული დღეს მდგომარეობით ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. საქმის მასალები ეხლა გადმომეცა, ჯერჯერობით არ გავცნობილ ვარ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში გახდება ცნობილი. ქართული ოცნება განახლებული სარჩელით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიებთან ერთად პოკერია ჩერგოლეიშვილის პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, 2 მარტს შექმნილ ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანებით პოკერია ჩერგოლეიშვილმა თავადვე დაადასტურეს, რომ ფედერალისტებშიც იზიარებენ იმ პრინციპებს, რაც კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გულისხმობს. გაფორმებული ალიანსით ფაქტურად თავი გაიერთიანეს და დაიდენტიფიცირეს, რომ უნდა იყვნენ აუცილებლად საკონსტიტუციო სარჩელის მონაწილეები. ალიანსში გაწევრიანებული არიან პოლიტიკოსები და პარტიები, რადიკალები, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ წინააღმდეგი არიან საკონსტიტუციო წყობილების აღიარების, წინააღმდეგი არიან არჩევნების და დემოკრატიის. შესაბამისად, სამართლიანია, რომ სააკაშვილის და გვარამიას პარტიის გვერდით იყოს ბოკერიას პარტია ფედერალისტები. თუ ფორმალურად ისინი გაყოფილები იყვნენ აქამდე კრებსითი ნაციონალური მოძრაობა, ახლა უკვე საბოლოოდ ორგანიზაციულად ერთი სახე მიიღეს და რა თქმა უნდა მათ არ გამოვტოვებდით ასეთ შემთხვევაში მათ თვითონ მოგწეს და მატებითი მტკიცებულება ჩვენ რომ ისინიც ერთდღიან ჭრილში უნდა იყოს განხილული სამართლებრივად მათი არაკონსტიტუციური მოქმედებებიდან გამომდინარე. ოპოზიციის მზადება მორიგი ძალადობრივი სცენარისტვის ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით რადიკალური ძალების ახალი კურატორი იგორ ბლაჟევიჩი ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. როგორც ირკვევა, მისგან მითითებები უკვე მიიღეს ორგანიზაციების წერტილის, ფარისა და მომავლის წარმომადგენლებმა. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ ბლაჟევიჩის ინსტრუქტაჟი, ისევე როგორც მისი წინამორბედების ტრენინგები ოპოზიციის მარცხით დასრულდება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ უცხო ძალებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საშუალებას არ მისცემენ. რატომ უცხო ტრენერი, რატომ გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები, სწორედაც იმიტომ, რომ ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, ვინც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, ისინი ფინანსდებოდნენ და ახლაც როგორც ჩანს საკმაოდ კარგ მხარდაჭერას იღებენ უცხო ძალებისგან, რომელთა ტრენერები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება ის მიზნები, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებით აქვს. ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად დააფიქსირა და გაიაზრა, რომ ყველა ეს მცდელობა, რომელიც ხელისუფლების
ნაცმოძრაობის შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართული არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. აკერმანის სცენარი, ამის შემდეგ იყო კანვასის ტრენინგები, იყო მაკეინის ინსტიტუტის ტრენინგები და კონკრეტული გზამკვლევი, რაც ოპოზიციას გადასცეს, სადაც გაწერილი იყო რევოლუციური სცენარი. ახლა ბატონი ბლაჟევიჩი მოგვევლინა ანალოგიურ აქტორად, რომელიც ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის რომ კიდევ რაღაცა მორიგი რევოლუცია დაგეგმოთ ჩვენ ქვეყანაში, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამასთან დაკავშირებით ყველანაირ ინფორმაციას ფლობს, სუსი, შსს, სხვა ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა და რა თქმა უნდა არავის არ მიცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. პაკისტანის შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ამზადებს. თეთრი სახლის ინფორმაციით ისლამაბადში უკვე გაემგზავრა ამერიკული დელეგაცია ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით და მომლაპარაკებლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი. პარალელურად ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ შტატებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავს მანამ, სანამ ვაშინგტონი ქვეყნის საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს. ცნობილია, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება რამდენიმე საათში ამოიწურება. დონალდ ტრამპის თქმით, წავის გახანგრძლივება ნაკლებს სავარაუდოა. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ თეირანს სამართლიან და გონივრულ გარიგებას თავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრება. უკრაინამ დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტი შესაძლოა დღეს განაახლოს. რის შემდგომაც უნგრეთი კიევისთვის გამოყოფილ 90 მილიარდიან დახმარებას აღარ დაბლოკავს. არსებული ინფორმაციით უკრაინის სესხზე ბლოკის მოხსნაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ხვალ იმსჯელებენ. ბუდაპეშტში თავდაპირველად დეკემბერში სესხის გამოყოფას დათანხმდა, მაგრამ თებერვალში მილსადენთან დაკავშირებული დავის გამო გადაწყვეტილება დაბლოკა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კვირას განაცხადა, რომ წინააღმდეგობას დრუჟბას მილსადენში ტრანზიტის აღდგენის თანავე შეწყვეტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარიდგინა. გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში ბრალდებულებს შორის მომხდარი შეელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით ერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაკავებულთაგან 7 პირმა, რომლებიც პირადად შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, არის თანამშრომლის გამოძიებასთან და სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი ნივთი მტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთი მტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოსთან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააწევეს. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის, კენიის, ფილიპინების, ერაყის, ნიგერიის, უგანდის, ბანგლადეშის, განას, იორდანიის, კუბის, რუსეთის, სუდანის, ტაჯიკეთის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტებზე 2009 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა. დანაშაულებრივმა ჯგუფმა ძალის გამოყენებით 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულში მონაწილე სხვა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება, ბრალდება 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამხმარებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 472 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2500 ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით სამოქმედო ტერიტორიაზე უწყვეტ კონტროლს ვახორციელებთ, რის შედეგადაც მხოლოდ ქვემო ქართლში 3 თვის განმავლობაში გამოვლენილი იქნა წიაღის უკანონო მოპოვების 10 ფაქტი. სამმართველოს თანამშრომლები მომავალშიც კაცრად გააგრძელებენ კონტროლს. საქართველოს მელიორაციის კომერციულმა დირექტორმა გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. დისკუსიის მთავარი თემა საირიგაციო მომსახურების სუბსიდირების სქემა და წყლით სარგებლობის განრიგის დროულად შეთანხმების მნიშვნელობა იყო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, სამართლიან განაწილებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილურ გარანტირებულ მოწყობას. შეხვედრაზე სარწყავ სეზონთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებზეც სიმსჯელეს. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, გავაცანით ახალი სატარიფო პოლიტიკა, სუბსიდირების მექანიზმები და ის საშეხავათო პირობები, რომლებითაც ისარგებლებენ ფერმერები მიმდინარე საირიგაციო წლის განმავლობაში, ასევე დაისახა სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები და განისაზღვრა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ მიმდინარე საირიგაციო წელმა ჩაიაროს სრულფასოვნად. შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკონტრაქტებაზე, ასევე კონტრაქტის პირობებზე, განემარტათ თუ რა პირობებით შეიძლება მიიღონ სარწყავი წყალი მოსახლეობამ. მსგავსი ტიპის შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის საზეიმოდ გაიხსნა კონტინენტის პირველობის გახსნა სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან, მოადგილებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე 2 медалია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში გოდერძი ბერდელიძემ 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს медаლი მოიპოვა. რამინ ჩამილიშვილმა კი 122 კილოგრამი და ბრინჯაოს დასჭერდა. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მონაწილეობს. ეს ოფიციალურად გაიხსნა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი და მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ბათუმლებს, იმიტომ რომ მთელი ევროპის ყურადღება, ძალოსნების ყურადღება დღეს ბათუმზეა გამოტანილი. ამ ევროპის ჩემპიონატზე უპრეცედენტო გუნდები მონაწილეობენ, 45 გუნდით არიან წარმოდგენილი ევროპის ქვეყნები და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ისევე მაღალ დონეზე იასპარეზებს ამ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, როგორც აქამდე. ჩვენმა სპორტსმენებმა დღეს გვასახელეს მოგეხსენებათ გოდერძი ბერდელიძემ და რამინ შამილიშვილმა ოქროს და ბრინჯაოს медали მოიპოვეს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები, ვინც არიან დარჩენილი სასპორტო გამოსასვლელად, აუცილებლად გაგვახარებენ. ჩვენი სპორტსმენები თავს არ დაზოგავენ იმისთვის, რომ უფრო მაღალი სინჯის მედლები მოიპოვონ. ეს არის საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. გულწრფელად მსურს მადლობა გადავუხადო სპორტის მინისტრს ბატონ შალვას ყველა იმ ძალისხმევისთვის, რაც გამოიჩინა ევროპული ძალოსნობის ფედერაციის მასპინძლობისთვის. საქართველოს საოცარი ქვეყანაა დიდებული სტუმართმოყვარეობით, რასაც ევროპულ ძალოსნობაში ქართული მასპინძლობა ქვია. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კვლავ გვექნება შესაძლებლობა საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ჩავატაროთ, რადგან ყოველთვის ძალიან ბედნიერები ვართ, როცა საქართველოში ჩამოვდივართ. პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ბილაშვილმა ახალციხეში ასპინძის ქუჩა ნომერ 44-ში მდებარე კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, სადაც მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი. კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია და გეგმილია გამწვანების ზოლისა და პარკინგის მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში გთავაზობთ მიხეილ სარჭელაძის განცხადებას. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეს უმძიმესი დაავადება უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად.
ეს არის მედიკამენტის უსაფრთხოება და ეს არის მედიკამენტის ეფექტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც გამართლებულია ღიად და საჯაროდ საუბარი, ჩვენ მაინც ვთვლით ვალდებულებად, რომ საკითხის ირგვლივ საზოგადოებას საჯაროდ მივაწოდოთ ინფორმაცია. მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თემის ირგვლივ გახშირდა საკითხის პოლიტიზირების მიზნით, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პოლიტიკოსების განზრახ ან მართლაც დილეტანტობითა და არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება, რომლის პოპულარიზაციაზე ზრუნავენ პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული სუბიექტები. ჩვენ ყველაფრის ღიად თქმისგან შეგნებულად კვლავ შევიკავებთ თავს, მაგრამ საზოგადოებას მოვახსენებთ იმას, რის თქმის უფლებაც ამ ეტაპზე გვაქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ თემაზე გამართულ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე დაფიქსირებული ხისტი პოზიციისა, ან წამალი ან არაფერი, ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ მუშაობას პაციენტთა ნაწილთან და მათი ოჯახის წევრებთან, ვისთვისაც აღნიშნულს მიღმაც მნიშვნელოვანია სხვა ყოველდღიური საჭიროებები. ვემუშავებით ასევე დარგის სპეციალისტებს, სამინისტრო ინტენსიურად გააგრძელებს ამ მუშაობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელადაც და ყველა სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რამდენადაც ინტერესი მაღალია ამიერიდან საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი სიახლის შესახებ, მათ შორის და მაგალითად საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. აქვე იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება გამოგონებული, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას. ახლა მოგახსენებთ მოკლედ მოთხოვნილი მედიკამენტების შესახებ. მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართული იყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის $3,200,000 ღირებულების ეს მედიკამენტი. დაახლოებით 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი, ეგრეთ წოდებული EMA, იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე, ანუ დაშვებაზე. მაგალითად, EMA ამბობს თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში. ციტატას ვამბობ: 12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული FDA, რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევების 3, ახლა 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი. კვლავ ციტატას ვამბობ: მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. აი მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. ოფიციალურ წყაროებს, არა მარკეტინგულ, საქმე მინდა დავაზუსტო, გაეცანით ამ ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს ან უკეთეს შემთხვევაში დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები. მოთხოვნილია აგრეთვე სხვა ჯგუფი მედიკამენტებისა, ამ მედიკამენტებს აქვთ FDA ავტორიზაცია, მაგრამ მათგან არც ერთს დღეისთვის არ აქვს EMA-ს ავტორიზაცია.
მათგან მხოლოდ ერთ-ერთზე ჰქონდა ემას პირობითი, ხას უსვამ ამას პირობითი ავტორიზაცია 2025 წელს 11 წლის შემდეგ. ემას მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილებაში ცალსახად ნათქვამია, კვლავ ციტატაა ეს, არ დასტურდება მედიკამენტის ეფექტი. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც ემას გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია. საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებელი მოკლე დისტროფინი, რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე. აქაც დანახულია საჭიროება შემდგომი კვლევისა და შესწავლისა. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას და აქვს როგორც FDA-ის, ისე EMA-ს ავტორიზაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ მინიჭებული ავტორიზაციებისა, ღია წყაროებში შეგხვდებათ და შემიძლია კონკრეტული, ასევე სარწმუნო წყაროების მითითება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ახლა მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად, ან იმედია გამოსარიცხად, რომ გარდაცვალების მიზეზი არის კავშირში ამ მედიკამენტთან. არც ამ მედიკამენტის საკუთარ სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები, ისე როგორც მანამდე ნათქვამებთან დაკავშირებით. ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს და ემზადებიან დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი თუ რა მიდგომა იქნება არჩეული და ეს კი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც ამ მედიკამენტების სხვებისაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე. მაგრამ ახლა, ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ ამ დრომდე არ დანერგვის მიზეზი მათ შემთხვევაში ის არის, რომ ან ვერ იმეტებენ მაგალითად ყოველწლიურად $700,000 წამალს თითოეული პაციენტისთვის, ევროპული ეს სახელმწიფოებიც ამ საკითხს უდგებიან გონივრული სიფრთხილით. ამრიგად მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება, ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი შედეგია, მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება. აქვე აღნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და უფრო მეტიც სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ეგრეთ წოდებულ კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად. სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება რეალურად ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. ამრიგად, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ პარალელურად გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ თუ არაიშვიათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით. იქნება ეს ონკოლოგია თუ გაფანტული სკლეროზი თუ ნებისმიერი სხვა. მინდა დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა. უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ.